ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა არის, რომ თუ ადამიანის ბედი დაწერილია წინასწარ, ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ დაწერა, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს მოქმედებას? სად მთავრდება არჩევანი და სად არის ბედის წერა, სად იწყება ბედის წერა? ასეთი შეკითხვა. სწორედ მსგავსი შეკითხვა შუამალ ალეისალათუ ვასალამს თავის დროზე დაუსვეს საჰაბეებმა, როდესაც მან უთხრა მის საჰაბეებს, რომ ბედის წერა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ 50,000 წლით ადრე გააჩინა დაწერა ყველას მოსახდენი ამბავი, ვიდრე სამყარო და ქმნილებები შეიქმნებოდა. და აქედან გამომდინარე საჰაბებს გაუწია შეკითხვა, რომ ია რასულულლაჰ, ხომ არ მივატოვოთ ამელი, ანუ ხომ არ მივატოვოთ მოქმედება, რელიგიურად ცხოვრება, რელიგიის დავალების შესაბამისად მოქმედება, რადგანაც თუ დაწერილია, მაინც ისე მოხდება, როგორც დაწერა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ და რა აზრი აქვს ჩვენს მოქმედებას. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა, არა, გააგრძელეთ, ეცადეთ თქვენ ყოველთვის კარგი აკეთოთ, ალლაჰის მორჩილებაში იყოთ, რამე თუ ყველას იმის კეთება გაუადვილდება, რაც მისთვის არის დაწერილი. როგორც შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ გვასწავლის, ბედის წერა ერთ-ერთი საიდუმლოა, რომელზეც არ არის რეკომენდირებული ბევრი ჩაძიება, რადგანაც ამას ადამიანი ბოლომდე ვერ ამოხსნის. ეს საკითხი ჩვენთვის ბოლომდე არ არის გაცხადებული და როდესაც ადამიანი ჩაეძება ისეთ საკითხს, რომელიც ბოლომდე არ არის ღვთისგან გაცხადებული, ის აუცილებლად შეეცდება, რომ თავისი აზრით, თავისი წარმოდგენებით ახსნას იგი და შეიძლება მისი წარმოდგენები მცდარი იყოს და ეს ადამიანი შეცდომაში შეიყვანოს. ამიტომ ამის გათვალისწინებით ზოგიერთი რაღაცები თვალდა ცნობილია და შუამალ ალეისალათუ ვასალამისგან გაცხადებულია ამ ბედის წერის შესახებ, თუმცა არა მთლიანად. მაინც რჩება რაღაც ამოუხსნელი წერტილები, რომლებიც საიდუმლოდ რჩება. არის ორნაირი საკითხები. ერთი არის ისეთი საკითხები, რომელზეც ადამიანს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მაგალითად, როდის გაჩნდა, ანუ მის არჩევანს არ ექვემდებარა. როდის გაჩნდება, როდის გარდაიცვლება, ვინ იქნება მისი მშობლები, რა იქნება მისი სქესი, რა ეროვნების იქნება, რომელ ქვეყანაში გაჩნდება, ამას არც ერთ ადამიანი თვითონ არ ირჩევს. ამას ადამიანი თვითონ არ ირჩევს, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა უწესებს. შესაბამისად ამ საკითხებში ადამიანს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს და ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა იმ ქვეყნად არ მოგითხავს, რომ შენ რატომ გაჩნდი ქართველად და რატომ არ გაჩნდი მაგალითად სხვა ეროვნებად. შენ რატომ გაჩნდი კაცად და რატომ არ გაჩნდი ქალად და ასე შემდეგ. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა ასეთ რამეებს არ დააკისრებს. ეს არის ბედის წერა, რომელიც არჩევანზე არ არის. ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალა ასე ინება, მის წინაშე ასე გადაწყდა და შესაბამისად ამაში მას არც ჯილდო ეკუთვნის და არც სასჯელი. მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მის პასუხისმგებლობაშია. სწორი არჩევანს გააკეთებს და ჯილდოვდება, არასწორ არჩევანს გააკეთებს და ისჯება. და ეს საკითხები, რა თქმა უნდა, არჩევით არის. თუ ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას დაწერილი აქვს წინასწარ, მე რა არჩევანი უნდა გავაკეთო, მაშინ სად რჩება არჩევანის თავისუფლება. ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა თავისი უსაზრო და განუზომელი ცოდნით ვიდრე შენ გაჩნდებოდი, მანამდე იცოდა, რომ გაჩნდებოდი, როგორი გაჩნდებოდი და რა არჩევანს გააკეთებდი. და დაწერა ეს ყველაფერი თავისი ცოდნიდან გამომდინარე და არა ჩვენზე დავალდებულებით. ის კი არა, რომ რახანასე დაწერილია, ჩვენ ვალდებულნი ვართ ასე ვაკეთოთ. როგორც რობოტი არის მიმართული და რა მიმართულებითაც არის საპროგრამებული, იმ მიმართულებით იმოქმედებს, სხვანაირი არჩევანი, სხვა იმ პროგრამაზე გადახვევის
საშუალება არ აქვს. ასეთი არ არის ადამიანი. ადამიანი თავისუფალი არჩევანით არის. და ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ ის წინასწარ იცოდა თუ რა არჩევანს გააკეთებდა იგი. და დაწერა თავისი ცოდნიდან გამომდინარე და არა როგორც ვალდებული. ეს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას უშაზღრო ცოდნაზე უსვამს ხაზს.